შუქრუთის მაგალითი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, რომ მივხვდეთ, როგორ ექცევა სახელმწიფო მათ მიერ დაზარალებულ ხალხს, თუ მათ გაბედეს და უფრო მეტი მოითხოვეს, ოღონდ მე არ ვიტყვი ღირსეულს ან ადეკვატურს, იმიტომ რომ ყველაფრისგან შორს არის აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სტანდარტისგან კომპენსაციის, თუ კი რაიმე არსებობს ადამიანური რაღაც ჰუმანური სტანდარტი, რითი იზომება ღირსეული კომპენსაცია, ყველაფრისგან შორს არის, რასაც ისინი ითხოვენ, იმიტომ რომ არის მინიმალური, მაგრამ იმაზე მეტია. ვიდრე სახელმწიფო შესთავაზებდა და მხოლოდ იმიტომ რომ გაბედეს და იმაზე მეტი მოითხოვეს ჯიუტად 5 სისხლის სამართლის საქმე აღზრული შუქრუთელების მიმართ. 5 სისხლის სამართლის საქმე მათ შორის უზარმაზარი ფულადი ჯარიმა კომპანია ედავება მოპოვების პროცესის შეფერხებისთვის, ხო? და სახელმწიფოს პასუხი რა არის? სახელმწიფოს პასუხი არის პირადი შეთავაზებები კონკრეტული პირებისთვის ფულის ჩარიცხვის, რომ ეს არ გახდეს სხვა სოფლებისთვის, ჯერ მთელი სოფლისთვის და შემდეგ სხვა სოფლებისთვის და შემდეგ სხვა რეგიონებისთვის და სხვა კუთხეებისთვის გადამდები პროტესტის ტალღა. მაგალითი. იმიტომ რომ